მოგესალმებით TST სპორტის გამომწერება ჩვენ ახლა ვიმყოფებით მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე, სადაც დაიწყება შავლომსა და გლოსტერ შორის დაპირისპირება. უნდა აღენიშნოს, რომ საქართველოს რაგბის კავშირმა ძალიან კარგი რაღაც მოიფიქრა, გულშემატკივრების შეკრიბა ერთად, მოაწყო ლუდის ფესტივალი, ასევე არის აქ ცოცხალი მუსიკა. ადამიანებს შეუძლიათ მოვიდნენ და გაერთონ თამაშის წინ შეიქმნეს სამაჩო განწყობა. წავიდეთ ერთად ვნახოთ თუ რა ხდება ამ სარაგბო სოფელში და იმედი მაქვს, რომ მატჩი ჩვენი ასურველი ანგარში დასრულდება და ისტორიულ შეხვედრაში შავი ლომი აუცილებლად ევროპაში ტრიბუნაზე შესანიშნავი განწყობაა ნებისმიერ სპორტში და ამი ყოველთვის აღფრთოვანებულები ვართ ხოლმე. სწორედ ესეთი სიტუაციები ქმნის ამ გარემოს, მატჩის წინ იკრიბებიან ადამიანები, ერთობიან, სვავენ ერთად, იქმნიან სამაჩო განწყობას, საუბრობენ სპორტზე და შემდეგ უკვე ტრიბუნაზე დამუხტულები შედიან თავიდან ბოლომდე და არიან იმისთვის მზად, რომ ხარი დაუჭირონ თავიანთ გულს, თუმცა სამწუხაროდ დღეს თბილისში ძალიან ცოტა ადამიანი მოვიდა. უნდა ვთქვათ, რომ უამრავი გულშემატკივარი ყავს რაგბს საქართველოში, თუმცა არ არიან დღეს აქ მოსული. 60 გლოსტერის გულშემატკივარი ჩამოვიდა თბილისში და მათი რაოდენობა ამ სოფელში, სარაგბო სოფელში უფრო მეტია და ეს რა თქმა უნდა სამწუხაროა და ზოგადად ვფიქრობ, რომ სწორედ ასეთი რაღაცებით უნდა გაიზარდოს ჩვენი გულშემატკივრების კულტურა. მსგავს რაღაცებს უნდა მივიღოთ მონაწილეობა, არ არის აუცილებელი, რომ მხოლოდ შეხვედრაზე შევიდეთ და ზესუმზირა მივირთვათ ან ვაგინოთ ვიღაც გლოსტერის გულშემატკივრებთან ერთად დიდი იმედი მაქვს, რომ მათ მოწონთ საქართველო და ეხლა სწორედ ამის შესახებ ვკითხოთ მათ. აქ 2 დღის წინ ჩამოვიდი და ძალიან კარგი ქალაქია. ძალიან მოგწონს ფანზონა და კარგ დროს ვატარებთ. კარგი რაღაცებია წარმოდგენილი ფანზონაში, არ ვიცოდით, რომ სტადიონი ქალაქის ცენტრში იქნებოდა. ძალიან მოგწონს ქართული ლუდი და აუცილებლად დავბრუნდები ყოველწელს. I would come back definitely. Hands off to the cameraman. Keeping us in focus the whole time. Yeah, he's moving well, he's moving well. აღფრთოვანებულები არიან თასოს მუშაობით და ნუ არ შემიძლია არ დავეთახ, ხო? განსაკუთრებული ოპერატორი ყავს TST სპორტზე და ქართველები ძალიან იშვიათია დღეს. ვესაუბრეთ გლოსტერის გულშემატკივარს, რომელიც აქ იმედიანად არის ჩამოსული, აღნიშნავენ, რომ ძალიან მოეწონათ ეს გარემო, რაც აქ შეიქმნა მატჩის წინ. რა სიტყვით ზოგადად თქვენც ამ ყველაფერზე და მაინტერესებს თქვენი განწყობა და თქვენი აზრი დღევანდელ შეხვედრაზე, ისტორიულ შეხვედრაა ქართული რაგბის. მე ვთვლი და მიმაჩნია, რომ მართლა ისტორიული შეხვედრაა, იმიტომ რომ არა მარტო სანაკრებო დონეზე, ზოგადად ესეთი ტურნირები, როგორც საკლუბო დონეზე, არის ძალიან მნიშვნელოვანი განვითარებისთვის, ზოგადად რაგბისთვის და ისეთი კლუბი, როგორც გლოსტერია, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. საერთოდ ყველა შემთხვევაში გუნდი ძლიერდება მაშინ, როცა ძლიერი მოწინააღმდეგე ყავს. აქედან გამომდინარე, ძლიერ კლუბებთან თამაში არის უმნიშვნელოვანესი და ძალიან მიხარია, რომ რაღაცნაირი გარემოა ეხა აქ ისეთი, რომ რაც სპორტულ ცხოვრებასთან ახლოს არის და ისეთი ევროპულ სპორტულ ცხოვრებასთან ახლო დგომის სიტუაცია, რაც ძალიან მიხარია და სასიამოვნოა. შეხვედრისკენ დაიწყება დაახლოებით 10 წუთში მატჩი. ისტორიული შეხვედრაა ქართული სპორტისთვის ზოგადად და რა თქმა უნდა რაგბისთვის. შავი ლომი გლოსტერი ჩელენჯ კაპის პირველი თამაში ისტორიაში, ვნახოთ რა იქნება. იმედები ბევრი გვაქვს. ვფიქრობ, რომ სანახაობრივი და კარგი მატჩი უნდა გამოვიდეს. ერთს ვიტყვი, რომ ამ ხელში შეიძლება ეხა რომელიმე სხვა სასმელი ვკავებოდა, მაგრამ სამწუხაროდ ჯერჯერობით TST სპორტს არ ყავს სპონსორი, გელოდები ჩვენ ყველასთვის ღია ვართ. ნახოთ რა იქნება, უფრო მეტი კარგი ვიდეო რომ გადავიღოთ და გამოგვივიდეს, გვჭირდება სპონსორი რა თქმა უნდა და გელოდებით. ნახოთ რა იქნება, ეხლა კი წავიდეთ ნენელა უკვე სტადიონისკენ, ნახოთ მატჩი რას მოიტანს, თამაშ შემდეგ კიდევ უამრავ საინტერესო ვიდეო შემოგთავაზებთ და წავიდეთ.
დასრულდა შეხვედრა შავლომსა და გლოსტერს შორის სამწუხაროდ დაუმარცხდით, თუმცა საკმაოდ კარგი შეხვედრა იხილა გულშემატკივარმა 10-15 დასრულდა ანგარიში. შავმალოვმა ძალიან კარგად ითამაშა და სანახაობრივი რაგბი შეთავაზა გულშემატკივარს. იმედი მაქვს, რომ შემდეგ შეხვედრებში უკვე წარმატებას მიაღწევენ და მოიგებენ. ეხლა კი გადავინაცვლოთ ისევ ქარავანში რაგბის სოფელში, სადაც შემოგვიერთდებიან ასევე მორაგბეები, ორივე გუნდის წარმომადგენლები იქნებიან, ასევე იქნებიან გულშემატკივარი და საკმაოდ საინტერესო და კარგი მაინც კარგად შევაფასებ და ვფიქრობ, რომ კაი დასაწყისი იყო, ეს იყო მის მაგალითი, რომ შეგვიძლია ჩვენ რომ დიდი გუნდები დავამარცხოთ. ეს დაცვის კლუბა ჩვენ რაც დღეს ავიღეთ, ეს დაგვეხმარება იმისთვის, რომ თუ ჩემენიცაზე ერთი თამაში მაინც მოვიგეთ, მის შანსია რომ ჯგუფიდან გავივიდეთ. და ვფიქრობ, რომ ჩვენ ამას აუცილებლად დავუმიზნებთ. გლოსტერი ბევრად უკეთესი გუნდია, ვიდრე სკარლეტი. და ჩვენ ეს ის თამაში იყო, რომ დავიჯერეთ, რომ მოკლედ შეგვიძლია ჩვენ ამ ესეთ გუნდებთან მოგება და ვფიქრობ, რომ ჩვენ მოსაგებად წავიდეთ, მაგრამ აუცილებლად. თამაშის წინ ჩვენ ვთქვით ერთი რამე, რომ ბოლომდე უნდა დავხარჯულიყავით, რაც გქონდა რესურსი, უნარები, ტექნიკური, ფიზიკური, მენტალური, ეს ყველაფერი მოედანზე მაქსიმალურად უნდა გავგეკეთებინა და თუ ეს აკმარისი იქნებოდა თამაშის მოსაგებად, თამაში მოვიგებდით. დღეს გვაქვს ამაზე უკვე ფიქრი, რომ რა უნდა გავაკეთოთ, რომ ხვალ ზეგ ესეთ გუნდებთან თამაში მოვიღოთ, მაგრამ მე მგონი ყველა ძალიან კარგად ხედავს, რომ 150 წლის ისტორიის გუნდი დღეს ყავდა 80 წუთი წნეხის ქვეშ და ჩვენ შევძელით ორი ლელოს დადება, ერთი სიმართლე გითხრათ ვერ გავიგე რატო არ ჩაგვითვალეს და მოწინააღმდეგე ჩვენ წინააღმდეგ ლელო ვერ დადო. ჩვენ ლელო არ გაგვიშვია. დიდი მადლობა მინდა ყველას გადაუხადო, ვინც დღეს ესეთ წვიმაში მოვიდა, გულშემატკივრობდა, ჩვენთან ერთად იყო და გზაწყენია რომ ვერ მოვიგეთ ეს თამაში, მაგრამ მე მგონი კარგი რაგბი ვაჩვენე. დაწყებულ საქმეს არც ერთ შემთხვევაში არ დავტოვებ შუაგზაში. ამ ტურნირის დავამთავრებ. ძალიან დიდი იმედი მაქვს ჯგუფის გარეთ შევძლებთ ამას. ძალიან რთული იქნება, თუმცა ჩვენი მიზანი ეს არის, რომ ჯგუფიდან კონდეს უსწელობა, რომ გავიდეთ, არ იქნება ადვილი ნამდვილად. თუმცა ჩვენ როგორც მინიმუმ ფინალი გველოდება ამ წელიწადს და იქ წელიწადს ორი ძალიან მნიშვნელოვანი თამაში. ღირსეული თამაში იყო ჩვენი მხრიდან. თვლი ცოტა ისე გამომივა ალბათ, მაგრამ ვთვლი რომ რაღაც მომენტში ვაჯობეთ კიდევაც გლოსტერს ხშირ შემთხვევაში, თუმცა გლოსტერის კლასმა მაინც თავისი იქნა სერიოზული გუნდი არის უდიდესი გამოცდილებით, რომლებიც აი მინიმალური ისეთ მცირე დეტალებს ასრულებენ უმაღლეს ხარისხს და რეალურად ზუსტად მაგან გადაწყვიტა დღევანდელი თამაში, მაგრამ იმედი მაქვს რომ ეხლა ვიკიდებთ რეალურად ესე დონის ტურნირზე შავი ლომი ფეხზე გასახდელში ვთქვი რომ მე რაც გამახსენდა შეიძლება ვწდები პირველი თამაში არის სადაც შავი ლომი თამაშობდა ფავორიტებად არ ვიყავით განთესილები. ეს იყო პირველი თამაში და იმედი მაქვს რომ გავაწლები, ამას დრო დაჭირდება თავისთავად, მაგრამ მოვა პერიოდი, როცა ესეთ მუდებთან შეიძლება რომ წარმოვიდგინოთ რომ შავი ლომი ფავორიტად იყოს განთესილი. ფინალამდე გვაქვს ერთი თამაში, გასვლაზე მივდივართ უელსში, ეგ თამაში ძალიან მნიშვნელოვანია, რეალურად ჩვენ ერთი თამაშის გამარჯვება რომ შევძლოთ ჩელენჯ კაპზე IPCR-ზე, თუ არ ვწდები ჯგუფიდან გავდივართ. ეგ ძალიან დიდი რამეა, დღეს ბონუსის აღება შევძელით და რაც შეეხება ფინალს ძალიან პრინციპული ამბავი არის. მესამეჯერ ფინალის ზედიზედ მოგება თან თელავივთან ცოტა ისეთი დაძაბული ისტორია გვაქვს, საკმაოდ ისეთი კინკლაობაში ვარ თელავივთან და ასე რომ აი ამაზე ნაკლებ თავგანწირვას იქაც არ ნახავთ კვირდები. ეპიცენტრში იქნება.